როგორ უნდა მოხდეს რეგიონული მაუწყებლების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საკუთარი ხედვა IDFI წარმოადგინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით მცირდება მაუწყებლის ხარჯები, რაც მათ საშუალებას მისცემს დროულად დააკმაყოფილონ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. პროექტის პრეზენტაციას რეგიონული მაუწყებლების ხელმძღვანელი პირები, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც ნათია კუპრაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროექტი რეგიონული ტელევიზიების განვითარებას დაეხმარება. რეგიონული ტელეკომპანიების ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის სტრატეგია ტექნიკური გადაწყვეტა. ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა ყველა რეგიონული ტელეკომპანიების მოსაზრებები. ის არის თვითონ გარბის პოზიცია, მაგრამ სწორედ გარბის თავისი წევრებისგან კიდევ 1-2 არაწევრისგან გვინდოდა მოგვესმინა თქვა თვითონ რას ფიქრობენ, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეკო სხვა მაუწყებლების ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და პრინციპში იმ მხარეების ხედვა, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, გულისხმობ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკის სამინისტროს. დღევანდელი პრეზენტაცია არის კონკრეტულად რეგიონული მაუწყებლებისთვის, რომ მათ შეძლონ გამონახონ საშუალებები უფრო რენტაბელური მოდელის პირობებში, შეძლონ და კონდეთ წვრთომა ამ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც არის მათთვის აუცილებელი, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ. პროექტი, რომელიც წარმოადგინა ნათია კუპრაშვილმა, პირადად მისაღებად მიმაჩნია, იმიტომ რომ უფრო იოლად, ადვილად გადავა რეგიონული მაუწყებელი თავის ზონაში ციფრულ მაუწყებლობაზე. როდესაც განსაზღვრული გაქვს ზონა იმ ციფრულის ზონის მიხედვით, რომელიც მოგვაწოდა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და უნდა დაფარო იმერეთის, სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ზემო და ქვემო სვანეთი, ამ სიტუაციაში მინიმუმ 12 გადამცემია საჭირო.